არტისტად წოდებული გიორგი ვარდოსანიძე მოგესალმებათ. ვიცი დღეს ორშაბათია, მიჩვეული ხართ რომ ორშაბათობით სერია იდება 9 საათზე. თუმცა ბოდიში მომითხოვია ჩემო ოქროებო. სერია მუშავდება, მონტაჟის პროცესია და დაიდება 27 რიცხვში. ანუ ერთი კვირით გადაიწია, თუმცა მაქვს ასევე რამდენიმე სასიხარულო ინფორმაცია გასაჟღერებლად. გარდა დასკვნითი ბოლო სერიისა, როგორც ადრე გითხარით 6 სერია იქნება პირველ სეზონში და ეს არის ბოლო დასკვნითი სერია. ბევრი კომენტარი დაიწერა, რომ დროს ამცირებდითო. ბოდიში ეგრე იყო, იმიტომ რომ ფინანსების და გამო ცოტას ვიღებდით, მაგრამ რაღაცა ვცდილობდით პროგრამა მინიმუმი მაინც შეგვენარჩუნებინა, თუმცა ეს არ ეხება ბოლო სერიას. ბოლო სერია იქნება წესით ყველაზე დიდი ამ სერიებს შორის. ასევე მინდა გითხრათ, რომ დაიდება კიდევ 2 პატარა ფილმივით გაკეთებული. ერთი არის სასაცილო მომენტები, ეგრეთ წოდებული bloopers, რომელიც ძალიან გაგეცინება და ძალიან გაერთობით. ეს გელოდებათ და დაპირებული making of-ი. როგორ კეთდებოდა სერიალი წოველების პირველი სეზონი. ესეც დაიდება. ესენი დაიდება იმის შემდეგ, რაც მორჩება სეზონი, ანუ მე-6 სერია იპრემიერებს. სადღაც ანუ თვის ბოლოდან დაიწყება იმ 2 რაღაცა ერთგვარი შორთის, მოკლემეტრაჟიანი, რაც გინდა ის დავარქვათ, იმის დადება. ბევრი მადლობა მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი და ეჭქვეშ იყო რამდენად გაამართლებდა, ამას გულისხმობ, მაყურებელი რამდენად მიიღებდა. რა თქმა უნდა, გემოვნების ამბავია, ვიღაცას მოეწონა, ვიღაცამ საერთოდ ვერ გაიგო, თუმცა ძალიან დიდი არმია შეიქმნა, რომელსაც ეს სერიალი ძალიან უყვარს ყველა ის პერსონაჟი, რომელიც ამ სერიალშია და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ. დიდი შრომა ჩაიდო, მართლა ძალიან დიდი შრომა ჩაიდო და მიხარია რომ ეს შრომა აი ესე დაფასდა ფიდბექით, ნახვებით, პირადში მოწერებით და ასე შემდეგ. უღრმესი მადლობა რა. რაც შეეხება მეორე სეზონს. სურვილი და გეგმა არის ესეთი, რომ გადავიღოთ კიდევ 2 სეზონი, 6 სერია სერიალის და ფინალური აკორდი იყოს ფილმი, სრულმეტრაჟიანი. თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ჩვენი მზაობა არის, ჩვენი მზადყოფნა არის, მეორე სეზონის სცენარი დაწერილია, ყველა შემართებით არის, მაგრამ აწი უკვე სპონსორების ამბავია. ამ ეტაპზე ყველანაირი ფინანსური ამბავი ამოწურულია. თუნდაც ის რომ ეხა სერია აგვიანებს, ესეც რაღაცა გარკვეული ფინანსების პრობლემა იყო. გვიან გადავიღეთ, გვიან შევარდა მონტაჟზე. მოკლედ. მე მინდა მივმართო სპონსორებს. იმიტომ რომ თქვენი გვერდში დგომა ნამდვილად არ გვაკლია რა. ძვირფასო სპონსორებო. თუ გაქვთ სურვილი, რომ მიიღოთ მონაწილეობა ამ გამორჩეული კარგი პროდუქტის კეთებაში, ჩვენ ღია ვართ შემოთავაზებისათვის. ჩვენ დავიღალეთ უფასოდ მუშაობით და ძმაკაცობით მუშაობით, აბსოლუტურად გვაქვს რესურსი, ინტელექტუალური, ტექნიკური და შემართება, რომ დავდოთ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი საქართველოში. ამის მტკიცებულება იყო პირველი სეზონი, რომელიც არა ბუკვალურად, მაგრამ მოდი ორლარათაა გადაღებული მეტნაკლებად და თუ ჩვენ გვექნება ბჭყალებში 10 ლარი, გპირდებით, რომ თქვენ ნახავთ ისეთ რაღაცას, რაც აქამდე არ გინახავთ. ამის კიდე ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, ყველანაირი რესურსი გვაქვს. ისეთი, რომ უიდედა, გარდა ფინანსებისა.
თუმცა ყველა სპონსორს დიდი მადლობა, ვინც პირველ სეზონში გვერდში დაგვიდგა, რომ არა თქვენ ეს ექსპერიმენტი, ეს ჩემი რაღაცა ჩანაფიქრი ფრთებს ვერ შეისხამდა, შესაბამისად უღრმესი მადლობა. მართლა. მადლობის მეტი მე თქვენს მიმართ არაფერი არ მეთქმის. ახლა კი ველოდები კიდევ ახალ მეგობრებს. ამ ადამიანებმა, ამ კომპანიებმა თავის საქმე გააკეთეს და მეორე სეზონზე მეტი ხარჯია საჭირო, რომ გავწიოთ, რომ უკეთესი პროდუქტი დაიდოს. სერიები არ იყოს 20 წუთიანი და იყოს მინიმუმ 35 წუთიანი, ტირე 45, ამ რაღაცა შუალედში თამაშობდეს, გაკეთეს სპეცეფექტები, გაკეთეს აკრობატიკა, ჩხუბის სცენებისთვის, მოკლედ ბევრი დეტალია, რომელიც სცენარში არის და ამის ესეთ გადატარება არ გამოვა. თუ ვაკეთებთ, კარგი უნდა გავაკეთოთ. უღრმესი მადლობა მართლა ყველას გვერდში დგომისათვის. მე ძალიან დიდი იმედი მექნება, რომ გამოჩნდებიან სპონსორები, გამოჩნდება გენერალური სპონსორი, რომელიც ამ ფანტასტიკურ არხს ჩაიბარებს, რომელიც ერთ თვეში უკვე 30,000 გადაცდა, მილიონი ნახვა აქვს თითქმის და ფანტასტიკურად მიდის. ანუ აი ჩემი არხი არ მიდიოდა ბევრი წელი ესე. ეს არხი ძალიან კარგ სტატისტიკას დებს. ეს რაღაცა კომერციული მხრიდან რო შევხედოთ და შემოქმედება რო გვერდზე გადავდოთ, ეს არის არხი დიდი პოტენციალით, უზარმაზარი პოტენციალით. ყველა იუთუბერს მადლობა, ყველა კონტენტ კრეატორს მადლობა, ვინც რაღაცა სტრიმავდით, აფასებდით, თქვენს აზრს გამოხატავდით, ჩემთან მოდიოდით, თამაშობდით, ეს ყველაფერი მოხდა ან ჩემგან დამოუკიდებლად, ან მარტო ძმაკაცობის ხათრით, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. ყველას, ვინც რაღაცა კავშირში მაინც ხართ ამ სერიალთან, ზუსტად იცოდეთ და გონია რომ იცით, რომ მეც იგივეს გავაკეთებ თქვენთვის და ერთი წამი გინდეს სერიალი არ ყოფილიყო და თქვენ არ გაეკეთებინათ, მე მაინც მზად ვიყავი და მზად ვარო თქვენთვის იგივე შრომა გავწიო, უფრო მეტი გავწიო ძმაკაცობაში, იმიტომ რომ ეს მესმის კოლეგიალობა, ეს მესმის YouTube და ეს მესმის კიდე ბევრი სხვა რაღაც. ასე რომ უღრმესი მადლობა ყველას. ჰეშტეგს ფიქრობდი ხوار უთხრამეთ კი ჰეშტეგ დააფინანსეთ წოლები, მაგრამ არა, ეს გააკეთეს უკვე ჯიგრებმა, მონადირეებმა, ოქრო ბიჭები არიან, ოქრო გოგოები არიან, მთელი გული წარმატებები. მესმის რომ იგივე ამბავში ხართ, თქვენ სპონსორებს ეძებთ. და თქვენც იშოვოთ სპონსორები და ყველა ქართულმა კარგმა პროექტმა იშოვო სპონსორები და ყველა კონტენტ კრეატორმა, რეჟისორმა, რავი, ვინც არ უნდა იყოს თავისი ჩანაფიქრები განახორციელოს. სულ ეს იყო ბოდიშთან ერთად მადლობის თქმაც მინდოდა, არ შევკრიბებ მთელი რაღაცა კასტი, არტისტები და ასე შემდეგ. მე ვარ დამნაშავე. შესაბამისად მე რა განგება არის დამნაშავე. განგება რა, ფინანსებია. ფინანსები რა, რავი, ყველამდე ვიწუწუნები. ბევრი რაღაცაა დამნაშავე, მაგრამ თავარი ისაა რომ კეთდება. გპირდებით რომ ბოლო სერია იქნება ყველაზე გამორჩეული, რაც კი აქამდე გინახავთ I am universe-ში, I am მიკროსამყაროში, რასაც ქვია სერიალი სისხლის მწოველები, ტირე მწოველები სისხლის. რაც გინდათ ის დაარქვით. სულ ეს იყო. მოკლედ. კიდე ერთი კვირაც გაგვიძელით. ხო, საუნდტრეკები დაიდება აუცილებლად. მე-6 სერიაში გპირდებით ისეთი საუნდტრეკი, თავარი საუნდტრეკი მე-6 სერიის, რაცა ეს იქნება თქვენი პლეილისტის შემადგენელი ნაწილი. ამაზე გარანტიას ვიძლევი. თუ ყველაფერი ცუდად წავიდა, თუ არ გამოჩნდნენ სპონსორები, მე ალბათ რა ვიცი, ერთს ვცდი რომ რაღაცა თქვენი დახმარებით ალბათ ანგარიშს გავაკეთებ რაღაცას, ერთი გამოძრავებას არ დავნებდები, გამოძრავდები, მაგრამ მე მაინც მინდა რომ თქვენ დაგტოვოთ როგორც რიგითი მაყურებელი, ადამიანები, რომლებიც ამით უბრალოდ სიამოვნებას იღებენ, ელოდებიან ორშაბათს და კომპანიებს მივანდო ამ სერიალის ბედი. გთხოვთ, გამაკეთებინეთ ერთ-ერთი ყველაზე კარგი, გამორჩეული პროდუქტი ქართულ YouTube-ზე. მეორე სეზონი, მესამე სეზონი და ფილმი. როგორი რაღაცეებია ჩაფიქრებული. მოდი ჯერ მეორე სეზონი შემოვიფარგლოთ. მოკლედ. ყველაზე საყვარელი ფრაზით დავამთავრებ ამ სერიალის.
იმედი ავტორი არ გამლახავს. და არა გიორგი გაუკეთესად ამბობს ვიცი კი. და